ისევ გზა. სოფლიოს 18 ქვეყანაში მიმოგზაურია. ზოგან მცირე ხნით ყოფილვარ, ზოგან თვეობით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც იცით, 2 წელზე მეტი დავყავი. ვისაც შეხვედრივარ და რა არ მინახავს. ზოგჯერ ძალზე ბედნიერად ვთვლიდი თავს, ზოგჯერ თავბედს ვიწყევრიდი. ესად გადმოვიკარგე მეთქი. 1000 ჯურის ადამიანს გადავყრივა და უამრავი ახალი მეგობარის გავიჩინე. შტაბ-ჭილებები დახუნძლოს არ მეგონა თუ რაიმე კიდევ გამაკვირვებდა, მაგრამ ატლანტიკ სიტიში გატარებულმა დღეებმა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა. გუჯასა და სუნთან სტუმრობიდან მეორე დღეს მორიგ რეისში მივემგზავრებოდი. მაიამიში ერთი სატვირთო ბაქანს მივატეკი, სადაც შუახნის სიმპათიური მამაკაცი უკვე მელოდა. ხელი ჩამომართვა და პიტაპი საქმეზე გადავიდა. ბალუ გაგიგონია? კითხა მან. ბალუ დათვი როგორ არ გამიგონია? მაუგლის მეგობარი. სხარტად უპასუხე და თან გამიხარდა, რომ ამ ამერიკელმა ვერ ჩამჭრა. რედიად კიპლინგის გმირების გამოცნობაში. რა მაუგლი, ბალუ, კაზინოები ქსელია შტატებში. ამ აპარატურას ატლანტიკ სიტიში წაიღე, კაზინო ბალუში, დააზუსტა კლიენტმა. ჩემი კლიენტი მუშებს თვალს არ აშორებდა, ხშირად აძლევდა შენიშვნებს, ახსენებდა, რომ ფრთხილად მოყრობოდნენ ტვირთს, ამიტომ 3 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. წასვლის წინ კლიენტმა საშუალო ტანის სპორტული აღნაგობის დაკუნთული შავკანიანი ახალგაზრდა გამოსცნო და მითხრა შენთან ერთად წამოვაო. რიკოს ასე ერქვა ჩემთან აგზავს, კაბინისკენ მიუთითე. როცა რიკო კაბინისკენ წავიდა, შევამჩნიე, რომ კოჭრობდა და გზას დავატეკით. თუ არა ვკითხე, ძალიან გკივა ფეხი, დღეს კიდევ არა მიშავს რა, გამიარა, წინა დღეებში ძლივს ვადგამდი ფეხს. მიპასუხა და მაშინვე მიხვდი, რომ მასთან საერთო ენის გამონახვა არ გამიზნდებოდა. რა მოგივიდა? ერთმა მცემა, ისე ჩამარტყა კოჭში, გონზე ჯერაც ვერ მოვსრუა. სად, ქუჩაში? არა, რა ქუჩაში, ქუჩაში ვის ვაცენინებ თავს, იწყინა რიკომ და ბოლოს ამიხსნა. მე ფუზოვ ჩხუბობ ხოლმე. მოკრივე ხარ? სპორტსმენი? არა, სპორტსმენი არა ვარ. ჩვენ ჩხუბისას არანაირ წელს არ ვიცავთ, ვიბრძვით ყველანაირი ხერხით. მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებამდე. განადგურებამდე? სიკვდილს არ გულისხმობ, მაგრამ არც ბევრი უკლია. დამამშვიდა რიკომ. მერე ბევრს გიხდიან ამისთვის? გააჩნია საზოგადოებას, რამდენი შეიკრიბება და ფსონებსაც როგორ დადებენ. თუმცა იმდენს კი ვიღებ, რომ ნორმალურად ვიცხოვრო. დასურთ დაჩეხილმა უნდა იარო, ალბათ რაღაც ფედერაციის მაგვარი გაქვთ. ჩემია. ფული რომ გაქვს, არაფრის არ გეშინია, თქვა რიკომ და უეცრად ჩაფიქრდა. ეტყობა თავისივე ნათქვამი სხვა თვალით შეაფასა. ამ აპარატურის პატრონი შენი უფროსია? არა, უფროსი არ არის, მაგრამ კარგად ვიცნობ. ძალიან დიდარი კაცია, თანაც ჩხუბის ყურება უყვარს. დიდ ფსონს დებს ხოლმე. ზოგჯერ კი შეხვედრასაც აწყობს. სამაგეროდ მაგარ ფულსაც შოულობს ჩვენი ჩხუბით. ატლანტიკ სიტიში რაზე მიდიხარ? დასაზვერად. იქაურ სიტუაციას გავეცნობ. სანამ ფეხი არ მომირჩება. მომავალ მეტოქეებს მაინც შევისწავლო. შენი პროფესიის კაც პივრად ხვდები. არ გიდა, შენ ჩინჯო? ნახევრად ხუმრობით კითხა უეცრად. კარგ ფულში შოვიდი. მაინც რამდენს? იმდენს, რომ ტრაილერს აღაც გაეკარებოდი. მერე დამტრელმა ვიარო? ეს უკვე შენია. მე კი არ გაძალებ. არა, ისევ ტრაილერი მირჩევნია. ისე ჩხუბის ანახავად თუ დამპატიჟებ წამოვარ, ფსონსაც შენზე დავდებ. გავუღიმე რიკოს. და ყურადღებით ვაკვირდებოდი. ცხოვრებაში არ შეხვედრილა პირისპირ ადამიანს, რომელიც ნებაყოფლობით ალეწვინებდა ვიღაცას თავპირს. ატლანტიკ სიტი. ატლანტიკ სიტი ლამის მთელი დღის სავალზე იყო. ამ ხნის განმავლობაში თითქმის შეუჩერებლად მიმყავდა მანქანა, თანაც გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივად დავდიოდი ხოლმე. ერთ-ერთ გაჩერებაზე რიკომ ზომაზე მეტი ლუდი მიირთვა და კარგ ახალს ეძინა. უახლოვდებოდი ქალაქს, რომელიც მაგნიტივით იზიდავს მილიონობით ტურისტს. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ნიუ-იორკისა და ფილადელფიის მახლობლად, მდებარე ამ პატარა ცხადე ამერიკულ მასშტაბით, საკურორტო ქალაქის მშენებლობა მე-18 საუკუნის დასასრულს დაუწყია ექიმ ჯონათან პიტნის. არც თუ ისე დიდი საკურორტო კომპლექსისთვის ნახევარი საუკუნის შემდეგ ინჟინერ რიჩარდ ოსბორნს რკინიგზა შეუმატებია და ატლანტიკ სიტიც დაურქმევია. სწორედ ფართო სარკინიგზო ქსელით გახდა ატლანტიკ სიტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკურორტო ადგილი.
თუმცა როგორც არაერთი საკურორტო ქალაქს, ატლანტიკ სიტისაც ჰქონია ჩავარდნის წლები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტურისტებმა ფლორიდა აირჩიეს და ატლანტიკ სიტიში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა იმატა ნარკომანების, კრიმინალებისა და შესაბამისად დანაშაულების რიცხვმა. ქალაქის მესვეურთა იდეისა და დაჟინებული მეცადინეობის შედეგად 1978 წელს ამერიკის მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილებით ატლანტიკ სიტის სათამაშო ბიზნესის განვითარების ნებართვა დართეს. იმავე წელს დაიწყო ქალაქში ამჟამად უკვე სახელგანთქმული უზარმაზარი კაზინოების მშენებლობები. რამდენიმე წელიწადში კი ატლანტიკ სიტი უკვე რეალურად უწევდა კონკურენციას კაზინოებით დიდარ ლას ვეგასს. სხვათა შორის ეს კონკურენცია დღესაც გრძელდება. ატლანტიკ სიტიში გარეუბნების ჩათვლით 300,000-მდე მცხოვრებია, დაახლოებით იმდენი, რამდენიც ქუთაისში. მაგრამ ზაფხულობით ოკეანისა და კაზინოების მიმართ ინტერესის წყალობით იქ იმდენი ტურისტი და აზარტული თამაშების მოყვარული ჩადის, რომ თუ სტატისტიკოსებს დაუჯერებთ, სეზონის განმავლობაში მათი რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. ქალაქის მოსახლეობა თითქმის მთლიანად სათამაშო ბიზნესშია ჩაბმული. ფეშენებელურ სასტუმროებსა და კაზინოებს 1000 გვარი გასართობი ქსელი ახლავს თან. კაზინოებს ტაჯ-მაჰალს, ბალუს, ტრამპს და სხვებს პირველობისთვის სამყაროს სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. საინტერესოა, რომ ატლანტიკ სიტიში ყველაფერი ისეა დაგეგმარებული მოწყობილი, რომ ყველა გზა აუცილებლად კაზინოსთან მიდის. ეს ქალაქი საკონცერტო დარბაზებისა და სპორტული მოედნების სიმრავლითაც გამოირჩევა. იქ ხშირად იმართება კინო და მუსიკალური ფესტივალი. ყოველწლიურად სწორედ ამ ქალაქში ირჩევენ მის ამერიკას. ფული ატლანტიკ სიტის მთავარი გმირი. შეიძლება ხუმრობად მოგეჩვენოთ, იქ მოხვედრის მომენტიდანვე ყველგან ფული მეფეთებოდა თვალში. თითქოს ის სულ ჩემ წინ იდო, მეხებოდა, მიღიმოდა და თავისკენ მიხმოდა და აი ახლა შენ ხელში ვარ და მომხედე, თუ არ დაკარგო, შანსი არ გაუშვა ხელიდან, თორემ მერე ინანებო. დიახ, ფული ატლანტიკ სიტიში მთავარი პერსონაა. თანაც იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ქვეშეცნეულად გიზიდავს. გონია რაც უფრო შორს წახვალ, მით უფრო მეტ ფულს იშოვე, მაგრამ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ ხდება. მთელი ატლანტიკ სიტი შეიძლება ითქვას, რომ სარკესავით კრიალებს, განსაკუთრებით გაჩირაღდნებული ღამის ქალაქი. ტროტუარებიც კი ძვირფასი ფილებითაა მოპირკეთებული. გემოვნებით გაკრეჭილი გაზონები და ხეები, ფეშენებული შენობები ისეთი კომფორტულ გარემოს ქმნის, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ქუჩაში კი არა, რომელიღაც დიდრულ სასახლეში იმყოფები. მანქანებიც კი სულ ბზინავს. ერთ ოდნავ მოძველებულ მოდელსაც კი ვერ ნახავთ. თანაც ავტომობილების დიდ ნაწილს უზარმაზარი სარეკლამო ფირნიში ამშვენებს. მაცნუნებელი წარწერით თავარია მოინდომო და შენ გახდები. და მინიშნებულია მისამართი, რაც შეიძლება ამ მანქანის მოგება. მსგავსი სარეკლამო განცხადება თითქმის ყოველ შენობას ამშვენებს, რის მოგებას აღარ გთავაზობენ. ვანიშნა თანხი დაწყებული, მდიდრული ბინით დამთავრებული. სხვათა შორის დიდი საუკენო გემი და თვითმფრინავიც კი შეეტანათ მოსაგები ნივთების ნუსხაში. ყოველი კაზინოს შესასვლელთან ისეთი ატმოსფეროს უფევს, ძნელად თუ შეიკავებთ თავს, რომ ფეხი არ შეგიცდეთ. კაზინოში ყველა გეპატიჟება. ისიც კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ შენი შეტყუება უნდათ, მაგრამ უარს ვერ ამბობ. განსაკუთრებით იზიდავენ ყურადღებას ფერიებივით მშვენიერი გრძელფეხა გოგონები, რომლებიც გულუბრყვილო ანგელოზივით ჩაკიდებენ ხელს და შენობისკენ გეკაჩებიან. ალესიანი ხმით იმასაც გეუბნებიან, შენ ოღონდ სცადე, სულ იოლად შეიძლება მილიონერი გახდე. ეს არც ისე ძნელიაო. სატანის სამფლობელო. ავტოსადგომზე დიდხანს არ მოგიხდა კლიენტის ლოდინი. ცოტა ხანში ჩვენსკენ მომავალი ორი მანქანა გამოჩნდა. თეთრი ლიმუზინი და ახალ-ახალი ნაცრისფერი ლინკოლნი. ლიმუზინიდან სმოკინგში გამოწყობილი ორი მამაკაცი გადმოვიდა. ლინკოლნიდან კი ნამდვილი გოლიათები გადმოხდნენ. როგორც შემდეგ შევიტყვე, ისინი ბალუს დაცვის ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთი სმოკინგიანი მომესალმა და მხოლოდ მაშინ ვიცანი კლიენტი ტედი იყო,
მაიამიში ძალზე უბრალოდ ეცვა და სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ეტყობა ძალზე სწრაფად მოდიოდი, დღეს არ გელოდი, შემაქო ტედმა და მეორეს მოკინგიანს წარუდგინა ჩემი თავი. ბოს, ეს All Point ამერიკას ბრძოლია, ოჩაღი ბიჭია. ბოსმა ხელი ჩამომართვა და მთხოვა კარი გააღე, საქონლის ნახვა მინდაო. ტედი და როდი ბოსი ყურადღება ათვალიერებდნენ ტრაილერში მოთავსებულ სათამაშო აპარატებს. ბოსმა ხელქვეის თუ პარტნიორს შენაძენი მოუწონა. ოჩახ ტედი, კარგი აპარატურაა, ქალაქში ასეთი ჯერ არავის არ აქვს. ვერ გავიგე გაუხსნელი ყუთები და როგორ აფასებდა საქონეს. როგორც ჩანს, მათზე გამოსახული აპარატები და ტექნიკური მახასიათებლების აღნიშნული წარწერები მისთვის მრავლის თქმელი იყო. როგორც იქნა, გული იჯერეს ყუთების თვალიერები და ძარიდან ჩამოხდნენ. ტედი მომიბრუნდა. ხვალ დილით გადმოტვირთოთ, როგორც შეგთავთით, გასამჯეროსაც მაშინ გადაგიხდით. ბოსმაც დამშვიდობების ნისად ხელი ამიწია. შემდეგ ლიმუზინისკენ აიღო გეზი და უკვე ზურგიდან ტედს კითხა, ესენი აქ უნდა დარჩნენ? რა ვიცი, როგორც შენიტყვი, წამოიყვანე ჩვენთან, ნომერი მიეცით, დაისვენონ, ცოტას გაერთობიან. ბევრი არ მიფიქრია და არც თავი გამომიდია. ტრაილერი ჩავკეტე, ავტოსადგომის დარაჯ ფული გადაუხადე, ქვითარე გამოვართვი და ლინკოლნისკენ წავედი. 20 წუთში ჩვენი მანქანა უზარმაზარ გაკაშკაშებულ შენობას მიადგა. მაღლა ავიხედე, კაზინო ბალუს წინ ვიდექე. დამშვიდობებამდე ტედმა მითხრა, დღე ჩვენი სტუმარი ხარ. რიკო სასტუმროში დაგაბინავებს, დაისვენე, შეგიძლია კაზინოში შეხვიდე. დაბოლოს დამოძღვრა, მაგრამ გახსოვდეს, ეს სატანის სამფლობელოა, თავი არ დაკარგო. გამიკვირდა მისგან ამის ნამდვილად არ ველოდი. რიკო სასტუმროსკენ გამიძღვა. მაგარია როდი, აქ ხომ ბალუ აქვს. სხვა კაზინოებში დიდი წილის მფლობელია, ძალიან დიდარი კაცია. ტედი? ტედს მცირე პროცენტი აქვს, თუმცა ფული მასაც საკმაოდ აქვს. კაზინოს მფლობელთა ოტელი არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემი წინანდელი მასპინძლების ბოუერების 500-მდე სასტუმროს. რიკომ ნომრის კარამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. ქალაქში წავართ მაკაცებთან. აქვე ახლოს ბინა ნაქირავებიო, მითხრა. კაზინოში არ შევიხედოთ, შევთავაზე. არა ძმაო, გიჟი კი არა ვარ. კაზინოში ვითამაშო, ეგენი მერას მომაგებინებენ. მაგრამ შემიძლია ერთ მაგარ ადგილს წაგიყვან. ღამით 1 მანძილზე ბალუს ცენტრალურ შესასვლელთან შევხვდეთ. გზა კაზინოს პირველი სართულიდან მესამემდე. რიკოს დავემშვიდობე. საათს დავხედე, რის ნახევარი იყო. 11 საათამდე ნომერში გამოკეტილი ნამდვილად ვერ გავძლებდი და ბალუს დათვალიერება გადავწყვიტე. მანამდე კი კაფეში შევედი, გვარიანად მომშივებოდა. მინტანმა თვალის დახამხამებაში მომიტანა შეკვეთილი საუზმე და მეც გემრიელად მივირთვი. როცა ანგარიში მოვითხოვე, თავაზიანად განვიმართა. სერ, კაზინო ბალუს ტერიტორიაზე იმყოფებით. აქ სტუმრებისთვის კვება და მომსახურება უფასოა. ვა, უნებლიო წამოვიძახი. ნუ გიკვირს, ჩვენთან ასეა მიღებული. მიღიმოდა მიმტანი გოგო. ჩაივიზეც უარს ამბობ, ხოლმე ეს უკვე კლიენტის სურვიზია დამოკიდებული, ჩაილაპარაკა გოგონამ. მაგიდაზე $10 დავდე და კაფედან გავედი. კაზინო ბალუს შენობა სამსართულიანი გახდათ. სატანის სამფლობელოს პირველ სართულზე ისეთი გნიასი იდგა, ჯოჯოხეთში გეგონებოდა თავი. სათამაშო ავტომატების ხმაური, ჟეტონები ჩხრიალი, რიტმული მუსიკა, მოთამაშე და აზარტული შეძახილები, სიგარეტის კვამლი, ნახევრად ჩიშველი მიმტანები, რომლებიც სათამაშო ავტომატების მწკრივებს შორის დაატარებდნენ სხვადასხვა სასმელს. ყველაფერი ეს ფეტვივით აბნევდა ახალ მოსულს. მეც ასე დამემართა, თუმცა მაინც შედარებით სწრაფად გამოვერკვიე. სათამაშო ავტომატების სექციაში განსაკუთრებული თითქმის არაფერია. ჩააგდება ავტომატში რკინის ჟეტონს და სახელოს ღონივრად ჩამოხრა. ბრუნავი გულაჭი დატიარდება და ერთნაირი რიცხვები ან საგნები ამოძრავდება. თუ მწკრივში განლაგდა, მოგებული ხარ. მოგების შანსი იმის მიხედვით იზრდება, რაც უფრო მეტ ჟეტონს ჩააგდე. ავტომატებზე თამაში კაზინოში ყველაზე მარტივია. იქ არ წვინის ჭყლეტა გინდა და არც რამე განსაზღვრული წესების დაცვა. ამიტომაც ყველაზე მეტი ხალხი იქ ტრიალებს. ამ სექციაში შეხვდებით პენსიონერებს, ტურისტებს და ჩემნაირ ცნობისმოყვარეებს. თვალსაჩინო ადგილას
გამოუკრათ ფერადი ფოტოები, რომლებზეც ის გახარებული ადამიანები აღუპეჭდავს, ვისაც სხვადასხვა დროს დიდი მოგება არ გუნა ბედმა და კაზინოდან მოზრდილი თანხით წასულა. მათ ბედნიერ სახეებს რომ უყურებ, კიდევ უფრო გიმძაფრდება მოგების სურვილი. მეც ასე დამემართა და 5 წუთში ისე დავხარჯე $50 ნაყიდი ყველა ჟეტონი, რომ ვერც კი მივხვდი სამაგიეროდ 1 ცენტიც ვერ დავიბრუნე უკან. ცხოვრებაში არასოდეს მომიგია ლატარიაში და ესეც კიდევ ერთი ასეთსავე მარცხად ჩავთვალე. ამიტომ შვიდად გავეცალე სათამაშო ავტომატს და დარბაზის სიღრმისკენ დავიძალე. იქ კიდევ რულეტკის მაგიდები იდგა. ერთი პირობა რულეტისკენ გამიწია გულმა, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. მეორე სართულზე პირველისგან განსხვავებით სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მწვანე მაუდგადაკრულ მაგიდებს მოთამაშეები შემოწდომოდნენ და ბანკოს თამაშობდნენ. ყურადღების ცენტრში ცხადია კრუპიე იმყოფებოდა, რომლის თითების ყოველ მოძრაობას გაფაციცებით შეჰყურებდნენ მოთამაშეები. რაც მთავარია, ყველა მოთამაშეს ჯერა, რომ თამაშის ბედი მასზე დამოკიდებულია. მთავარია, კრუპიემ არ მოატყუოს. მოთამაშეს აღელვება ბუნებრივია, მაგრამ როდესაც კრუპიეს გაღიზიანებულ სახეს უყურებ, რომელიც დროდადრო მენეჯერისკენ გააპარებს თვალს, უმალოდ ჩაწვდები საქმის არსს. კრუპიემ იცის, რომ კაზინომ ბევრი არ უნდა წააგოს. ყველაზე საინტერესო ბალუში მესამე სართული გახდათ. ამ სართულზე შესვლა ფასიანია. თანაც საკმაოდ ძვირი $200 ღირდა. ფასმა ცოტა არ იყო შემაცმუნა, მაგრამ ცდუნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაუფიქრებლად ამოვიღე $200. სატანის საუფლო და ანაფორიანი მოთამაშეები. გამოგიტყდებით, დასკვნითი მოგონების დაწერა ცოტა არ იყოს გამიჭიდა. თანაც როცა ჩემს შავ ჩანაწერებს გადავხედე, დავრწმუნდი ამერიკაში ყოფნის ბოლო ჩანაწერი დამჩენია. ნახოთ, რას გვიამბობს ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ეს ბოლო ფურცელი. კაზინოს მაქებარი ჯერ არავინ მინახავს. დაკლული მოთამაშეებიც კი. მიუხედავად ამისა, სათამაშო ბიზნესის მესვეონი მუშტრის ნაკლებობას არასოდეს უჩივიან. მეტიც, ზოგჯერ ისეა გადატენილი კაზინო, რომ იტყვიან თაგვი კუც ვერ მოიქნევს. როგორც ჩანს, იული მოგებისკენ სწრაფვა და ედბაშად გამდიდრება, ცდუნება არც თუ ისე ადვილი დასაუკებელია. როგორც უკვე აღვნიშნე, ბალუ სამსართულიანია და თითოეული სართული ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ფულის კეთების მეთოდიც კი სამივე სართულზე სხვადასხვაგვარი გახდათ. პირველ სართულზე ამ საქმეს სათამაშო აპარატები წარმართავდნენ, თანაც ძალზე ჭკვიანურად. როცა კაცი აპარატს ეთამაშება, დამარცხებასაც მანქანას აბრალებს. საინტერესოა, რომ ისეთი შთაბეჭდილება გექნება, თითქოს ამ აპარატებს მეპატრონი არც ყავს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ხელმარჯვე ტექნიკური პერსონალი ისე ოსტატურად მართავს ამ დანადგარებს, რაც უნდა დახვეწილი და მოხრეხებული იყოს მოთამაშე, შემოსული თანხის 70%-ს როგორც წესი ადგილზე რჩება. ამიტომაც გამოსვლილი მოთამაშეები პირველ სართულს ნაკლებად წყალობენ. ტურისტი და უბრალოდ ცნობის მოყვარე კი ყოველთვის მრავლადაა. მეორე სართულზე თამაშს კრუპიე წარმართავს. ის ხომ კაზინოს სახია. კრუპიეს პროფესიონალიზმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პროფესიონალიზმამდე კი დიდი გზაა გასავლელი. თანაც მარტოოდენ სწავლა როდი კმარა, კრუპიე გარეგნობითაც უნდა გამოირჩეოდეს, ხელის სისწრაფითაც და მსახიობური ნიჭითაც. შეიძლება ითქვას, კაზინო ჰოლივუდივითაა. ჰოლივუდში კინოვარსკვლავებს არჩევენ, კაზინოში კი კრუპიებს. ხო, დამავიწყდა კიდევ ერთი ნიუანსი. კრუპიეს რკინის ნერვებიც უნდა ჰქონდეს. წაგებულ მოთამაშეთა ლანძღვა-გინების ასატანად. თუმცა საჩხუბრად შემართულ უიღბლო კლიენტებს კაზინოს დაცვის წევრები პერსონალის ცემას მაინც არ დაანებებს. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ის გახლავთ, რომ ბალუს მესამე სართულზე ნახე, შეიძლება ითქვას, სულ სხვა სამყაროში მოხვდი. თუმცა ინტერიერი სულაც არ განსხვავდებოდა მეორე სართულისაგან. იგივე მწვანე მაუდგადაკრული მაგიდები და გემოვნებით ჩაცმული კრუპიეები. ერთია, იქ მოთამაშეები უფრო მშვიდად გამოიყურებოდნენ, არც მენეჯერისკენ იყურებოდნენ. წარამარა სამაგიეროდ დაცვის ბიჭების რაოდენობა იყო თვალშისაცემად მეტი. დაძაბული მზერით ყურადღებით ზვერავდნენ დარბაზს. მოთამაშეები კი ჩაცმულობით, მანერებით, საუბრის სტილით ნამდვილი არისტოკრატებს გავდნენ.
ბევრი მათგანი, როგორც შემდგომ გავარკვიე, მართლაც დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი ყოფილა. მაგიდებს შორის დავბურიალობდი. მოთამაშეთა ხან ეჯგურს ვაკვირდებოდი, ხან მეორეს. ბოლოს ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მიიპყრო. მაგიდასთან საშუალო ასაკის სმოკინგებში გამოწყობილი 4 მამაკაცი იჯდა. დაძაბულები დასკეროდნენ თავიანთ ფიშკებს. შენ გეტყობა 9 მილიონი არ გაჩერებს, ჩაიბრწყონა ერთ-ერთმა. მეორის გასაგონად თავისი ჟეტონები მაგიდის ცენტრისკენ გააჩოჩა. 9 მილიონიო, ლამის შეძახილით გამოვხატე ემოცია. ვიფიქრე, ხომ არ მომეყურა მეთქი, მაგრამ ფირფიტებზე 10,000 რომ ამოვიკითხე, მივხვდი, ამ მაგიდასთან ნამდვილი მილიონერები თამაშობდნენ. ვასამაგებ, აცნობა მეორე მოწინააღმდეგეს და კრუპიეს მიმართ ციფრის დასაფიქსირებლად. მერე ის ვინც წეღან ფირფიტები გააჩოჩა, ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც ფორტუნას მიენდო და გაღიმებულმა გახსნა კარტი. გახსნა და მხოლოდ თვალებით გამოხატა წაგებით გამოწვეული სიმწარე. სახის არც ერთი ნაკვთი არ შესტოკებია. დარბაზში ხეტიალისას ჩემი თავი იმ შიერ კაცს მივემსგავსე, რომელსაც დიდრულად გაშლის სუფრასთან მიიყვანენ. ისიც გახარებული გაიცდის ხელს, მაგრამ სქელი მინას წააწყდება. ფუზე კი არ ფიქრობდი, სულეთია, რომც მქონოდა, ვერაფერს მოვიგებდი. გარეთ გასვლა დავაპირე. ჩემს ამერიკელ თანამგზავრთან, რიკოსთან შესახვედრად, მაგრამ ამ დროს ჩემი ყურადღება ორმა სასულიერო პირმა მიიპყრო. ერთი ბანკოს მაგიდას უჯდა, მეორე კი მეგობარს, თუ კოლეგას, გულშემატკივრობდა. თითქოს ხვებისგან არაფრის გამოირჩეოდნენ და არც ვინმე აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ერთადერთი მე შეყურებდი გაოცებული. ვერაფრით გამეგო, სასულიერო პირებს რაღა უნდოდათ სატანის სამფლობელოში. ცოტა ხანში თამაში შეწყვიტეს. ბართა მივიდნენ და ყავა შეუკვეთეს. მოჟამული სახეები ჰქონდათ, გვერდით მიუჯექი და მათ საუბარში ერთობ უცერემონიოდ ჩავერია. დღეს როგორც ჩანს ფორტუნამ გიმტყუნათ. ორივემ გაუცებით შემომხედა და არაფერი უთქვათ, მაგრამ არ მოვეშვი. პირველად ხედავ კაზინოში სასულიერო პირს. ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც ხვები, კაცრად გამომხედა ერთმა. თქვენ რა გაღებლებთ? არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა. თქვენთვის ეს დასაშვებია, საწყენი არაფერი მithქვას, წამი დავიბენი. კაზინოში საეკლესიო თემებზე არ მსჯელობენ, შემომიტია მეორემ, რომელმაც აშკარად შემამჩნია დაბნეულობა. შეგიძლიათ ჩვენ ტაძარში მოხვიდეთ და ყველა კითხვაზე იქ იპასუხებ. რაც შეეხება კაზინოში თამაშს, მხარეაობა პირველმა, უცოდველი ამ ქვეყანად არავინაა. მივხვდი, მათთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა და სასწრაფოდ დავემშვიდობე. კიდევ ერთხელ მოვავლე თვალე ფულისა და აზარტის მორევში ჩაფლულ ადამიანებს და გასასვლელისკენ გავემართე, სადაც დავხედე რიკოსთან შეხვედრაზე დამაგვიანდებოდა. შავი რინგი და გააფთებული ქერათმიანი ქალი. სადახარ აკაკი, თითქმის 9 საათია გელოდები, მისაყვიდურა რიკომ, რომელიც ბალუს ცენტრალურ შესასვლელში მელოდა. აპატია მეგობარე დრო გამექცა, მოუბოდიში. რა იყო, ბევრი ხომ არ წააგე, ჯამეძია რიკო. არა, არ მითამაშია, უბრალოდ მოთამაშეების სახეებს ვაკვირდებოდი. საინტერესოა, ბევრი ხომ ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და დიდ მოგების ან მით უმეტეს წაგების დროს. კარგი, რაღაც ველოდები, წავიდეთ. ხაზზე ხელი დამარტყა რიკომ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩას გავუყევით. სად მიყავა, რიკო? წინასწარ არ შეგიძლია მითხრა? იქ სადაც ნამდვილი მამაკაცები იკრიფებია. მაღალ ფარდონმა განმიმარტა და დაძინა. რინგზე, დღეს მაგარი ჩხუბი იქნება, მაგარი ფსონების დაიდება. მე კიდევ მაინდა-მაინც ახლა მტკივა ეს ფეხი. 20 წუთში ცენტრალურ ქუჩიდან გადავუხვიეთ. მალე გაქრა ლამაზი მდიდრული შენობები და მიყრუებულ უბანში ამოყავით თავი. აღარ გამკვირვებია, რადგან ასეთი რამ ამერიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ნიუ-იორკში რამდენჯერ მოვხვდი ვარ ამაზე უბადრუკ ადგილებშიც. ერთ-ერთ უხეირო პირქულ შენობასთან მანქანები იყო ჩამწკრივებული. შესასვლელში ორი მოზრდილი ტიპი იდგა. რიკოს თავი დაუყრეს, ჩემზე კი იკითხეს, ვინ არისო? ჩემი მეგობარიაო, უპასუხა რიკომ და უპრობლემოდ შემიშვეს შენობაში. დერეფანი, რომელსაც მიუყვებოდი, გვირაბს გავდა, სადაც აქ-აიქ კონტიკუნდად ანათებდა მჟუტავი ნათურები. კედლებს ნესტის სუნი აზდიოდა. გაკაშკაშებული ლაპლაპა კაზინოს შემდეგ აქაურება ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავდა. ბოლოს და ბოლოს გავიარეთ ბნელი გასასვლელი და მოზრდილ დარბაზში ამოყავით თავი. იქ უკვე შედარებით ასატანი ვითარება დახვდა.
მაყურებლებს შორის მოდურად ჩაცმული ქალბატონების კი შევნიშნე, როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანში შესულები. დარბაზის ცენტრში ქვემოთ გისოსებით შემოღობილი რინგი გაემართათ. მის გარშემო კი ამფითეატრი გახდათ განთავსებული. ასეთ უღიმღამო, სხვადასხვა ზომისა და ფერის სკამზე თავმოყარი კაცი ალბათ არ დაждდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად პუბლიკა ამას არ დაგიდევდა. უფრო მეტიც, მაყურებელთა ერთი ნაწილი ფეხზე იდგა და მოუთმენლად ელოდა ორთაბრძოლის დაწყებას. რიკო ჩვეულ გარემოში იმყოფებოდა. ამაყად გადმომხედა, ხუმრობა ხომ არ იყო, ყველა ესალმებოდა, მხარზე ხელს უტყამდა. აი ეს არის ჩემი სამყარო, მითხრა სახე გაბწყინებულმა. მალე ჩხუბები დაიწყება და ყველაფერი შენი თვალით ნახა. რინგზე წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი გამოვიდა. მათზე ვერ იტყოდი, ათლეტური აღნაგობით გამოირჩევიანო და ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, ამათ ხო მეც მოვერეოდი მეთქი, მაგრამ სახეებს რომ დავაკვირდი, უსიამოდ გამარჟღორა. ასეთი გამომეტყველებისა და სახის აღნაგობის მქონე ტიპები არაფერზე ეხევენ უკან, მით უმეტეს, როდესაც საქმე ფულს ეხება. ფსონები დაიდო, მეტოქეები დაწყვიდნენ და შერკინებას დაიწყო. მებრძოლებს არანაირი წესები არ ზღუდავდა, არც დრო იყო განსაზღვრული. მოგებულად ის ითვლებოდა, ვინც მოწინააღმდეგეს იატაკზე დაიგდებდა და ფეხზე ადგომის საშუალებას აღარ მისცემდა. ერთი სიტყვით, ნამდვილი ქუჩური ჩხუბის კანონები მოქმედებდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სპორტულ შერკინებასთან. კრივი იქნება ეს თუ ჭიდაობის რომელიმე სახეობა. შერკინებებიც ქუჩური ტემპით გამოირჩეოდა, საკმაოდ სწრაფად მთავრდებოდა. რინგზე თითქოს საშინელი არაფერი ხდებოდა, მაგრამ სპორტსმენების დასისხლიანებულ, ჩალურჯებულ სახეებს რომ შევცქეროდი, ჩემდა გასაოცრად იმის მაგივრად, რომ სიბრაულის ზნობა გამჩნიოდა, სრული ინდიფერენტობა მეუფლებოდა. დარბაზში ბევრი ქალის მოსულიყო და აზარტულადაც ადევნებდა თვალყოს ჩხუბს. უმეტესობა კავალერთან ერთად იყო, მაგრამ შევნიშნე ისეთებიც, ვინც მამაკაცების გარეშე მოსულიყვნენ. ორი მათგანი ჩვენ გვერდით იჯდა და მეც დრო და დრო მათკენ გამირბოდა თვალი. განსაკუთრებით დავინტერესდი ერთი ქერათმიანი მაყურებლით, რომელიც მეტისმეტად ემოციურად რეაგირებდა რინგზე მიმდინარე მოვლენებზე. როგორია? სად მასთან გამოლაპარაკება და თითქოს აღტაცება გამოვხატე მორიგი აპერკოტის გამო. მანაც ამერიკელთათვის დამახასიათებელი უშუალობით საპასუხო ღემილით მომაგება. თავი დამიქნია და ისევ რინგს ჩააშტერდა. ის იყო გატაცებული მუშტი კრივით, სხვას ვერაფერს ამჩნევდა. ერთ მომენტში კი ფეხზე წამოიჭრა, ამ დროს მის გვერდით დადებული კოკა-კოლის დიჭიქას გაჰკრა ხელი და ჩემი ღია ფერის ჯინსი შავალი გვარიანად შეფერადდა. ოუჰ, შეკდა ქალი. ბოდიში გიხდით, დიდ ბოდიში. აშკარად შეტყდა ქერათმიანი. ჩემს კოკა-კოლიან შარვალს დააკვირდა და მეც მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ არც მაისური იყო უკეთეს დღეში. მის ამას ბოდიში არ უშველეს, კაცრად უპასუხე, თითქოს მართლაც გაუბრაზდი. ვიფიქრე, ოინს მოუწყობ მეთქი და დავძინე, ასე დროს ფულს იხდიან. რამდენია საჭირო, ახლავე გადავიხდი. თქვა ქერამ და ჯინსის ჯიბიდან საფული ამოიღო. ასეთ რეაქციას ნამდვილად არ მოველოდი და საგონებაში ჩავარდი, რადგან ქალმა ჩემი ნათქვამი სერიოზულად აღიქო. მაშინვე უკან დახევა არ ღირდა, ცოტა ხანს თამაში უნდა გამეგზელებინა. გადავწყვიტე ამერიკულად მოგცეულიყავი. დიდი ფასი მომეხია. თან ვიფიქრე, ამით უფრო რომ ვეხუმრები და ნაცნობობაც შედგებოდა მეთქი. ეს შავარი $100 ხის, მაისურიც ამდენივე, ფეხსაცმელიც ხომ დასვერდა, ასე რომ თქვენზე $300. გულუბრყვილო გამომეტყველება მივიღე და პაუზის შემდეგ დავძინე, მაგრამ ვინაიდან თქვენ ქალი ხართ, მე კი ჯენტლმენი ნახევარ ფაზზე შევთანხმდებით. თავიდან ქერათმიანიც და მისი დაქალიც ყურადღებით მისმენდნენ. მე უეცრად სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება აღებეჭდათ. ჯენტლმენიო, შენ ხომ არ უბერა, განრისხება ვერ დაფარა ქერათმიანმა დაქალმა. ამ დროს რიკოსკენ გავიხედე და თვალი ჩაუყარი. მასაც ჩემსავით უკვე უჭირდა სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება. ქალი კი ისევ ბობოქრობდა. არაფერსაც არ გადავიხდი და თუ ფერს გაახურე, პოლიციას დაუძახებ. გასაგებია? მივხვდი ჩვენებური იუმორი მათზე საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და თამაში უნდა შემეწყვიტა. თან ახლა საბაბიც ჰქონდა, სიტყვაზე გამომეჭირა. პოლიციას ნუ შეავაწუხებთ. ხომ არ დაგავიწყათ სადვინყოფებით? გავუღიმე. თავრე მიმიხვდით. ჩემი ნათქვამი ხუმრობა იყო, აბა ამისთვის ფულს როგორ მოგთხოვო.
ამრეზე ჩემომხედეს. კი მიხვდნენ, რომ ამჯერად სიმართლეს ვეუბნებოდი, მაგრამ ჩემი ხუნობა აშკარად არ მოეწონათ. სასწრაფოდ წამოხდნენ და მოშორებით თავისუფალ ადგილებზე გადასხდნენ. ცოტაც და ალბათ ვცემდნენ, შევჩივრე რიკოს. მაგაზე ნერვიულობ, შენ რა გგონია, აქ ნორმალური ქალი მოვა, გამიღიმა ზანგმა. ცოტა ხანში ორთაბძოლების დამთავრდა და დარბაზის ტვენითა და ყიჟინი წამოიშალა ტრიბუნიდან. ვერ ვიტყვი, რომ სანახაობით დიდად აღთუმანებული დავჭი, ეს დაბეჭდილება რიკოს გაუზიარე, მანაც როგორც მასპინძელმა თითქოს თავი იმართა, დღეს ორთაბძოლებში უძლიერესები არ მონაწილეობდნენ. დამშვიდობებისას თავისი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა, მეორედ აქეთ რომ მოხვდები, აუცილებლად დამიკავშირდი, საჯვარდიჯე დავშოდით ერთმანეთს. მშვიდობები ნიუ-იორკსა და მკითხველს. კაზინოს პრობლემა სიტყვა შეასრულეს, დათქმულ დროს ნაღდი ფულით გადამიხადეს წინასწარ შეთანხმებული თანხა. ძალზე საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, ცივი და ხანმოკლე. ისიც კი არ უკითხავთ, როგორ გავატარე საღამო კაზინოში. მე სწრაფად მემშვიდობდნენ, ისე რომ გზაც არ დაულოცივად. ტრაილერი დავქოქე და ნიუ-იორკისკენ გავიღე გეზი. ეს ჩემი ბოლო საავტომობილო მოგზაურობა გახდათ ამერიკაში. იმათგან განსხვავებით, ვისაც ნიუ-იორკი ძალზედ ცივ ქალაქად მიაჩნიათ, მე არაერთი სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა. მსოფლიოს დედაქალაქმა. ჩემს დღიურებში ალბათ თავი დაგამახსოვრათ იმ ადამიანებმა, რომლებმაც სწორედ ნიუ-იორკში გადავეყარე და აშშ ჩემი ყოფნისას ბევრი სიკეთე და სითმო მიწილადეს. იქვე მივაღწიე პირველ წარმატებას. ისეთი სამსახური ვიშოვე, რომელსაც შემოსავალიც მოჰქონდა ჩემთვის და მოგზაურის ილუზიასაც მიქმნიდა. სწორედ ამ მოგზაურობათა წყალობით მოვიარე ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი ქალაქი. მოვინახულე ამ უკიდეგანო ქვეყნის სხვადასხვა კუთხე, თუმცა ჩემთა სამწუხაროდ ვერ მოვხვდი შტატების დასავლეთ სანაპიროზე. ოცნებად ჰქონდა ქცეული სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის, განსაკუთრებით ჰოლივუდში და ლას-ვეგასის ნახვა. ვერ ვიმოგზაურე აგრეთვე არიზონისა და ნევადის შტატებში, სადაც, როგორც ამერიკელები ამბობენ, ნამდვილი ამერიკული სული ტრიალებს. ბოლო თქმის მაგიერ. 100-ია თუ ისე, იმ 2 წელიწად ნახევარში ბევრი რამ მოვინახულე. ჰქონდა საინტერესო თავგადასავლები, რომლის შესახებაც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოუთხრობდი ჟურნალ გზის მკითხველს. თუ მათი წერილებითა და სატელეფონო გამოხმაურებებით ვინჯელებ, შემიძლია თქვა, რომ ერთი ნაწილი დავიმეგობრე კიდეც. მეც მადლობერი ვარ ჟურნალი გზის მკითხველებისა, რომელთა გამოხმაურებები მოგზაურობის დღიურებზე მუშაობისა ძალზე მამხნევებდა და იმის სტიმულიც მომცა, რომ სამომავლოდაც ვიფიქრო, უფრო სერიოზულ მოგზაურობებზე და ახალი მოგზაურის დღიურის დაწერაზე. დიახ, სავსებით შესაძლებელია, რატომაც არა. 1998-2000 წელი.